ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის პოლიციაში დაკითხვასთან დაკავშირებით ახალი კომენტარები კეთდება. გუშინ კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსი ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე საუბრობდა. დღეს ამ ფაქტს უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. განცხადება მთავრობის ხდომაზე გაკეთდა, საიდანაც ანა წერეთელი ჩაგურთვება პირდაპირ ეთერში. ანა, რას ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი? პაატა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბექა გოჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მან უკვე დაავალა გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს, რომ მოხდეს ამ საქმის დეტალური მოკვლევა, კონკრეტულად რა ზეწოლაზე არის საუბარი და მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ფაქტი დაადასტურდება, აუცილებლად დაისჯებიან შესაბამისი პირები, თუმცა მისი განცხადებით ადგილი აქვს ამ ფაქტის დისკრედიტაციას მათი ოპონენტების მხრიდან და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, ბექა გოჩიაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა საკუთარ მამასთან ერთად. მე დავავალე ჩემი ბრძანებით გენინსპექციას, რომ დეტალურად შეისწავლოს თუ რეალურად რა ვითარებაში მოხდა ბექა გოჩიაშვილის დაკითხვა. ჩვენი პოლიტიკურები აბსოლუტურად წარუმატებლად ცდილობენ ამ ფაქტებით სპეკულირებას. მე მესმის, რომ მათი მიზანია მოხდეს პოლიციის დისკრედიტირება, მაგრამ ეს იქნება მიუღწეველი. იმიტომ რომ აქ უნდა განმარტო ერთი. ეს არის ის მანკიერი მხარეები, ეს არის ის მეთოდები, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით და რომელიც შეუძლებლად მოვიდეთ ჩვენ რეალურ ხელისუფლებაში. ასე რომ განცხადები იმის თაობაზე, რომ დღეს პოლიციის თანამშრომელი 50 თანამშრომლიდან არ გვაქვს გარკვეულწილად რაღაც კანონს და იგივე მეთოდებს იყენებს. თეორიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. რა მეთოდებითაც სარგებლობდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, მე რა თქმა უნდა არ გაუგებო პასუხისმგებლობას, მაგრამ ამოდროულად მინდა განმარტო, რომ თითოეული ეს შემთხვევა დეტალურად გამოძიებული და შესწავლილი. და თუ ეს პოლიციელი თუ ამა თუ იმ პოლიციის მხრიდან ადგილი ექნება ქონდა გარკვეულ ზეწოლას, ეს პოლიციელი აუცილებლად დაიშება. თუმცა აქ მინდა დავაძლევ, რომ ბექა გოჩიაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა მამამისთან ერთად. ის მარტო არ დაუკითხავთ სამართლებრივ. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას და მან აღნიშნა, რომ ეს არის დადასტურება იმისა, თუ როგორი ბინძური მეთოდებით ხდებოდა გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით მუშაობა და მან აღნიშნა, რომ ეს კადრებიც არის იმის დადასტურება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სისტემის გაჯანსაღება. მთავრობის თომაზე განიხილებოდა სულ 39 საკითხი, მათ შორის იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსების საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე სტრუქტურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხდომაზე, მათ შორის იყო უშუალო საბჭოს დინის მოადგილე ბათუ ქუთელი, ასევე დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა. აქ საუბარი არის დამატებით თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით და შესაბამისად დაფინანსების გაზრდაზე და საუბარი იყო დაახლოებით 2000 ლარზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარები და კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც წარმოადგინა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ეს შეეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს. პარამიძის განცხადებით შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც თუ ბრალდებული არ არის თანახმა, რომ მისი საქმე არ განიხილოს ნაფიც და საჯულთა კოლეგიამ, ამ შემთხვევაში მას აუცილებლად დაჭირდება როგორც მოსამართლის, ასევე პროკურატურის თანხმობა. ტექნიკური საკითხი იყო უშიშროების საბჭოს აპარატის ფუნქციონირებისათვის ტექნიკური პერსონალის შტატგარეშე თანამშრომლებისთვის შესაბამისი დაშვების შესახებ. საკითხი გადაწყდა დადებითად. ჩვენი ინიციატივა მდგომარეობდა იმაში, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის საშუალო ანაზღაურება გაზრდილიყო 2000 ლარამდე. მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით. მთავრობამ ჩათვალა, რომ ეს არის დაკავშირებული იმ ცვლილებებთან, რაც კლიენტ ეხება უწყებას. და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს საკითხი განხილული იქნას იმ ცვლილებებთან ერთობლიობაში, რაც უკავშირდება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. ეს ეხება ბრალდებულის მიერ უარის განცხადებას ნაფიც საჯულთა სასამართლოზე. ამისთან უფლება არსებობს, მაგრამ ამ უფლებას სჭირდება რეგულირება. თუ მას არ სურს და პროკურორიც ეთანხმება და შემდგომში სასამართლოც ეთანხმება, მაშინ არ იქნება ნაფისაჯულთა სასამართლო, მის საქმეს განიხილავს მოსამართლე. მაგრამ თუ პროკურორი არ დაეთანხმა, მაშინ საქმეს განიხილავს ნაფისაჯულთა სასამართლო. დღევანდელ მთავრობის ხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებლად ჩანიშნული იყო გიგი უგულავა. ეს საკითხი ეხება მშენებლობებს, ასევე ქონების გასხესვების და მიყიდვის ფორმებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებლად გამოვიდა ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი დავით ჭედია. მე როგორც უკვე გითხარით, მთავრობის ხდომა განიხილავდა 39 საკითხს და ის ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.